იაკობის წერილი. ასე ჰქვია ამ წერილს. ბერძნულ ენაზე ეს სახელი ჟღერს როგორც იაკობოს, ებრაულად კი იააკოვ. სწორედ ამიტომ ძველი და თანამედროვე თარგმანების უმეტესობაში ამ სახელს ვთარგმნით როგორც იაკობს და ამ შემთხვევაშიც ასე მოვიხსენიებთ. ახალ აღთქმაში ბევრი იაკობია მოხსენიებული. ორი მათგანი იესოს 12 მოწაფეს შორისაა. თუმცა ეს წერილი ეკუთვნის იმ იაკობს, რომელიც იესოს ნახევარ-ძმა გახლდათ. ამ იაკობის შესახებ ვიგებთ საქმეების წიგნიდან და პავლე მოციქულის ზოგი წერილიდან. მას შემდეგ, რაც პეტრე იერუსალიმიდან წავიდა ახალი ეკლესიების დასაარსებლად, იესოს ნახევარ-ძმა იაკობი გახდა დედა ეკლესიის წინამძღვარი იერუსალიმში. ეკლესია ძირითადად მესიანური ებრაელებისგან, ანუ ქრისტეს რწმენაზე მოქცეული იუდეველებისგან შედგებოდა. ეს იყო სულ პირველი ქრისტიანული თემი და ჩვენ ვიცით, რამდენი სირთულე გამოიარა ამ ეკლესიამ იმ 20 წლის განმავლობაში, როცა იაკობი მისი წინამძღვარი გახლდათ. ჯერ იყო შიმშილობა, რამაც ამ რეგიონში დიდი სიღარიბე გამოიწვია. გარდა ამისა, ამ მესიანურ ებრაელებს იერუსალიმში მყოფი რელიგიური წინამძღოლები სდევნიდნენ. თუმცა ამ სიძნელეთა მიუხედავად იაკობი ცნობილი იყო როგორც იერუსალიმის ეკლესიის სვეტი. ის ასევე ცნობილი გახდათ როგორც მშვიდობის მყოფელი, რომელიც სიბრძნითა და გაბედულებით წინამძღოლობდა ეკლესიას მანამ, სანამ ტრაგიკულად არ მოკლავდნენ. ამ წიგნში მოკლედ და შთამბეჭდავადაა გადმოცემული იაკობის სიბრძნისა და სწავლების მემკვიდრეობა. ყველა წერილის მსგავსად წიგნი იწყება მისალმებით. იაკობი მიმართოს ქრისტეს რწმენაზე მოქცეულ ებრაელებს, რომლებიც ისრაელის საზღვრებს მიღმა ცხოვრობდნენ. თუმცა ეს წერილი განსხვავდება პავლეს წერილებისგან, სადაც ის ამა თუ იმ ეკლესიის კონკრეტულ პრობლემებს მსჯელობს. ამ წიგნში კი მოკლედაა გადმოცემული იაკობის სიბრძნე, რომელიც იესოს მიმდევართა ყველა თემისთვის სასარგებლოა. იაკობის მიზანი ის როდია, რომ ახალი საღვთისმეტყველო ინფორმაცია გადმოგცეს. არა, მას სურს, რომ თავის რჩევა დარიგებათა მეშვეობით ჩვენი ცხოვრების შეცვლისკენ მოგვიწოდოს. იაკობის სიბრძნეზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ორმა წყარომ. პირველი, იესოს სწავლებამ ღვთის სასუფეველის შესახებ, განსაკუთრებით მთაზე წარმოთქმულმა ქადაგებამ, რომელსაც ის გამუდმებით იხსენიებს და ციტირებს თავის წიგნში. მეორე კი ბიბლიური სიბრძნის წიგნის, იგავების გავლენაა, განსაკუთრებით იგავების წიგნის პირველ 9 თავში არსებული პოეტური გამონათქვამებისა. იაკობი პირდაპირ გაგებით იესოსა და იგავების წიგნთან ერთად იზრდებოდა და ამიტომაც ახლა მისი ენა, სწავლება და მეტყველების ფიგურები მსგავსია იმისა, თუ როგორ ასწავლიდა იესო და როგორ გვასწავლის იგავების წიგნი. წერილი შედგება მოკლე შეგონებებისგან, რომლებიც სავსეა მეტაფორებითა და ადვილად დასამახსოვრებელი გამონათქვამებით. იაკობი ქრისტეს რწმენაზე მოქცეულ ებრაელებს მოუწოდებს გახდნენ ჭეშმარიტად ბრძენნი, რის მიღწევაც შესაძლებელია იესოს სწავლების თანახმად ცხოვრებით, რომელიც სწავლებაც თორის შეჯამებაა. გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი. წერილის ძირითადი ნაწილი მოიცავს მეორე მეხუთე თავებს. მათში გადმოცემულია 12 მოკლე სწავლება, რომლებიც ღვთის ხალხს მოუწოდებს იმისკენ, რომ სრულად მიუძღვნან თავი იესოს გზას. მათში ერთი რომელიმე მთავარი იდეა როდი ვითარდება თანმიმდევრულად. ყოველი სწავლება, ასე ვთქვათ, ცალკეა გამოყოფილი და სრულდება დასამახსოვრებელი მოკლე გამონათქვამით. მაგრამ ყველა სწავლება ერთმანეთს საკვანძო და ხშირად განმეორებადი სიტყვებით უკავშირდება. ეს მართლაც მაგარია. წიგნის ძირითადი ნაწილი იწყება ორი სწავლებით. პირველი შეეხება მიკერძოებასა და სიყვარულს. იაკობი გვიჩვენებს იმას, თუ რაოდენ ხშირად ვიჩენთ მიკერძოებას მათ მიმართ, ვისგანაც რაღაც სარგებელი შეიძლება ვნახოთ და უარყოფთ მათ, ვისგანაც გამორჩენას არ ველოდებით, რადგან თავად არაფერი გააჩნიათ. იაკობი ამბობს, რომ ეს სრულიად საპირისპიროა იმ სიყვარულისა, რომლის შესახებაც გვასწავლის იესო. შემდეგ კი გვიჩვენებს, როგორია ჭეშმარიტი რწმენა და როგორი არ არის იგი. მას, თუ ვინმე ამბობს, რომ სწამს ღმერთის, მაგრამ არ ადაგდებს გაჭირვებულებსა და ღარიბებს, ასეთი ადამიანის რწმენა მკვდარია, ამბობს იაკობი. ასეთ ადამიანთა სიტყვები და საქმეები ერთმანეთის საწინააღმდეგოა. ჭეშმარიტი რწმენა კი მუდამ იესოს სწავლების მორჩილებიდან გამომდინარეობს. წიგნის ძირითად ნაწილში სამგან ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ განავითარებს იაკობი იესოს სწავლებას ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვების შესახებ. ერთი და იმავე ბაგეებით ადამიანებს გულს ვდგენთ და ღმერთს ვადიდებთ. რა უთავბოლობაა. ასევე სხვებსგან ვიკითხავთ და მათზე ცუდს ვლაპარაკობთ მათ ზურგს უკან. ჭეშმარიტებასაც ვამახინჯებთ ჩვენ და სასარგებლოდ. სხვებზე ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვები ცხადყოფს იმას, როგორია ჩვენი გული და ძირითადი ფასეულობანი. ჩვენი სიტყვები ამჟღავნებს სიმართლეს, ჩვენი ხასიათის შესახებ. იაკობს სჯერა ისიც, რომ ღვთის სასუფეველის თემი, როგორც იესო ქადაგებდა, არის ადგილი, სადაც ქრება დაყოფანი სიმდიდრისა და სოციალური სტატუსის მიხედვით. ის ჯერ გვაფრთხილებს ამ პარტავნების შესახებ, რომელიც სიმდიდრემ შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მუდამ მდიდრები იქნებიან. არა, ამბობს იაკობი. თქვენი სიმდიდრე ერთ დღეს დალპება თქვენსავით. ღვთის ხალხი კი მოთმინებითა და იმედით უნდა დაელოდოს იესოს დაბრუნებას, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ეს უნდა შთააგონებდეს მორწმუნეებს, რომ განუწყვეტლივ ლოცულობდნენ რწმენით. წიგნის ამ ნაწილის ყველა სწავლება იმდენად ღრმაა, რომ ამ ვიდეოში დაწვრილებით ვერ განვიხილავთ თითოეულს. თუმცა არ დაიზაროთ და ნელა და ყურადღებით წაიკითხეთ ისინი.
მანამ სანამ ამ 12 ბრძნულ სწავლებას გადმოგცემდეს, იაკობი წერს შესავალს, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით წერს ბრძნულ დარიგებებსა და მოკლე გამონათქვამებს, რომლებშიც შეჯამებულია მთლიანი წიგნის ძირითადი იდეები. ამ თავში მკითხველს აცნობს ყველა საკვანძო სიტყვასა და საკითხს, რომელთა შესახებაც მეორედან მეხუთე თავის ჩათვლით წაიკითხავთ. დასაწყისში იაკობი ამბობს, რომ ცხოვრება რთულია, რაც საკუთარი გამოცდილებიდან იცის. ამ წერილის დაწერიდან სულ მალე ის მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდება. თუმცა იაკობს სჯერა, რომ ცხოვრებისეული განსაცდელნი და სიძნელენი რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ღმერთის საჩუქრებია, რომლებიც ჩვენში სიმტკიცეს აყალიბებს და ხასიათს განგვიმტკიცებს. ღმერთს შეუძლია გასაოცრად იმოქმედოს ჩვენში ტანჯვისას, რათა დაგვეხმაროს სრულყოფილებისა და სისრულის მიღწევაში. სიტყვა სრულყოფილი ნამდვილად მნიშვნელოვანია იაკობისთვის. ის 7 ჯერ იმეორებს მას წიგნში. ბიბლიურ ებრაულსა და ბერძნულში ეს სიტყვა მთლიანობას აღნიშნავს. ეს ნიშნავს მთლიანობის მქონე ცხოვრებას, როცა ადამიანის ქმედებები ყოველთვის შეესაბამება იესოსგან მიღებულ ფასეულობებსა და შეხედულებებს. იაკობმა იცის, რომ ჩვენგან უმეტესობა შინაგანად დამსხვრეულნი ვართ, ჩვენს ხასიათში არსებულ ცვალებადობათა გამო. ჩვენ იმაზე უფრო მეტად ნაკლოვანნი ვართ, ვიდრე ვაღიარებთ. მიუხედავად ამისა, ღმერთი მოქმედებს, რათა დამსხვრეული ადამიანები ფეხზე წამოაყენოს და გაამთლიანოს ისინი. ეს კი იწყება სიბრძნის შეძენით, რომელიც გვაძლევს უნარს იმისა, რომ ახალი გადმოსახედიდან დავინახოთ საკუთარი სირთულენი. ღმერთი მზადაა, რომ სულგრძელად მიანიჭოს ეს სიბრძნე მათ, ვინც რწმენით ითხოვს მას და ეჭვი-არეპარება ღმერთში. და როცა გავაცნობიერებთ რა დამდაბლებულნი და სუსტნი ვართ ღვთის წინაშე, იძულებულნი ვიქნებით ავირჩიოთ ან შფოთვა, ან ღმერთზე მინდობა. ჭეშმარიტი სიბრძნე ნიშნავს რწმენას იმისა, რომ ღმერთი კეთილია მიუხედავად ყველა ცხოვრებისეული გარემოებისა. ამიტომაც თუ თქვენი სიძნელენი სიღარიბის მიერაა გამოწვეული, სცადეთ და შეხედეთ მას როგორც საჩუქარს, რომელიც გაიძულებთ, რომ მხოლოდ ღმერთზე იყოთ მინდობილი. გარდა ამისა, სიმდიდრე წარმავალია. ის ისევე გაქრება, როგორც ზაფხულის მწველი მზე ახმობს მინდვრის ყვავილებს. ამრიგად სიძნელეთა ჟამს ღმერთს ნუ დაადანაშაულებთ. ნაცვლად ამისა ცხოვრებისეულ გარემოებათაგან ისწავლეთ ის, რასაც იესო ამბობდა ღმერთის შესახებ. ჩვენი ზეციერი მამა სულგრძელია, ნდობის ღირსია და გვეხმარება ტანჯვისას. ეს ის ღმერთია, რომელმაც იესოს მეშვეობით ხელახლა უშვა და ახალ ადამიანებად გვაქცია, რომლებსაც აქვთ უნარი იმისა, რომ საკუთარ ტანჯვას მამა ღმერთზე დანდობილნი შეხვდნენ იესოს მსგავსად. ამ ახალ ადამიანს ჩვენში ვხედავთ არა მხოლოდ მაშინ, როცა ღვთის სიტყვას უსმენთ, არამედ როცა ვაკეთებთ იმას, რასაც ღმერთი გვეუბნება. იაკობი ღვთის სიტყვას აქ ღვთის სრულყოფილ რჯულს უწოდებს. ეს ეხება რჯულის უდიდეს მცნებას, რომელსაც იესო გვეუბნება, რომ უფალმა გაგვათავისუფლა იმისთვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს საკუთარი მოყვასი. იაკობი გვიჩვენებს იმას, თუ როგორია პრაქტიკულად ასეთი სიყვარული. ეს ნიშნავს იმას, რომ სიკეთით და სიყვარულით ვექცეოდეთ სხვებს, ვემსახურებოდეთ ღარიბებს და მხოლოდ ღმერთის ერთგულნი ვიყოთ სრულად. ახლა ხედავთ, თუ როგორაა შესავალ თავში ყველა ის საკვანძო სიტყვა და იდეა თავმოყრილი, რომლებიც მეორე მეხუთე თავებში არსებულ 12 სწავლებაშია განხილული უფრო დაწვრილებით. იაკობი უღრმავდება იესოსა და იგავების წიგნის სიბრძნეს და ამ წერილში გვთავაზობს სიბრძნის საოცარ საჩუქარს, სიბრძნისა, რომელიც მას პირადად მიანიჭა ღმერთმა. ეს გახლავთ ღრმა ჭეშმარიტებათა საგანძური მათთვის, ვისაც იესოს გზაზე სიარული სურს. სწორედ ესაა იაკობის წერილის არსიც.